კალათბურთში მუდმივი განხილვის თემაა მაიკლ ჯორდანის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეობის საკითხი, რომელიც ფაქტებისა და სტატისტიკის გარდა გემოვნების საკითხიცაა. მაგრამ საგანი, რომელშიც MJ ცალსახად უდიდესია, გამომუშავებული თანხები და ფინანსური შესაძლებლობებია. ბევრი გამოცემის ვერსიით ის ყველა სპორტის სახეობა შორის უმდიდრესი ათლეტია. მისი ამჟამინდელი ქონება $3.5 მილიარდია, რაც თითქმის სამჯერ აღემატება მეორე უმდიდრესი სპორტსმენის ტაიგერ ვუდსის ქონებას. NBA-ში ნათამაშებით 15 სეზონის შემდეგ მაიკლმა $94 მილიონი გამოიმუშავა. დღეს ეს თანხა სასაცილოდ მოსჩანს, რადგან იგივე ანაზღაურებას საშუალო დონის მოთამაშეები 5 წელში გამოიმუშავებენ. თანაც მიუხედავად იმისა, რომ მაიკლი ყველა სხვა მოთამაშეს ერთი თავით აღემატებოდა, ის ყველაზე შემოსავლიანი კალათბურთელი თავის სათამაშო მე-12 წლამდე არ ყოფილა, როცა ბულზმა მას 30 მილიონიანი კონტრაქტი დაუდო. სპორტულ ხელშეკრულებებზე დიდი თანხები მან სპონსორობიდან მიიღო. გადასახადების გარეშე მოედანს მიღმა საქმიანობიდან მან 1.7 მილიარდი გამოიმუშავა. ყველაზე დიდი შემოსავალი კი პირველივე გაფორმებული შეთანხმებიდან მიიღო. საკოლეჯო დონეზე განსაკუთრებული დონის ჩვენების შემდეგ ის დრაფტზე მესამე ნომრად ჩიკაგო ბულზმა აირჩია და ცხადია ყველა ბრენდის ყურადღება მიიპყრო. მაიკლს გული ადიდასისკენ მიუწევდა, დედამ კი დაარწმუნა ნაიკის სათაო ოფისში მისულიყო და მათი შეთავაზებაც მოესმინა. ამერიკელებმა მას 5 წლიანი ხელშეკრულება დაუდეს წლიური $9 მილიონიანი ხელფასით, რასაც კალათბურთელი დათანხმდა. კომპანიამ ახალბედა მოთამაშე სპეციალური ფეხსაცმელებიც დაუმზადა, რაც გამოუცდელი მოთამაშისთვის მანამდე არც ერთ სპორტში გაუკეთებიათ. ნაიკმა თავისი შვილობილი კომპანია Air Jordan შექმნა და 1985 წელს უკვე საჯაროდ გამოიტანა მფრინავი მაიკის პირველი ფეხსაცმელი, რომელმაც საზოგადოებაზე შოკის მომგვრელი გავლენა იქონია და მას დღემდე უამრავი ადამიანი ყიდულობს. მხოლოდ 2023 წელს მისმა შემოსავალმა $6.6 მილიარდი შეადგინა. ამ თანხიდან კი თავად ჯორდანის წილი ასეულობით $1 მილიონ შეადგენს. ტრადიციული სპორტული შეთანხმებების მიღმა ჯორდანმა 1984 წელსვე გააფორმა კონტრაქტი შევროლესთან, რომლისგანაც წლიურად $200,000 იღებდა. თავისი სათამაშო დონის ჩვენების შემდეგ ყველა ორგანიზაცია სურდა მისი სახე MJ გამხდარიყო. 1988 წელს გასტრონომიულ კომპანია General Mills-თან აფორმებს ხელშეკრულებას წლიურად შოულობს $2 მილიონ და ჯამში 18 სხვადასხვა მარცვლეულის პროდუქტს უკეთებს რეკლამას. მალევე ტანსაცმლის ფირმა Heinz-თან აფორმებს 10 მილიონიან ხელშეკრულებას და მათი ურთიერთობა დღემდე გრძელდება. ისინი აწარმოებენ სპორტსმენის სპეციალურ ბარათებსა და საცვლებს მისი ინიციალებით. ბარათები, რადგანაც ვახსენეთ, ამერიკაში სპორტული ბარათების კოლექციას ბევრი აგროვებს და მაიკლმაც კომპანია Upper Deck-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სპეციალური პრესკონფერენციების ჩატარების სანაცვლოდ 2000-დან 2014 წლამდე ორგანიზაციამ ჯორდანს $14 მილიონი გადაუხადა. იყო დრო, როცა MJ Coca-Cola-ს სახეც გახდა, მაგრამ როცა ხელშეკრულება ამოეწურა, სურდა 10 წლიანი გახანგრძლივება, რაზედაც სასმელმა კომპანიამ უარი შეუთვალა. 1991 წელს გატორეიდმა მაიკლს $3.5 მილიონი გადაუხადა და 10 წლიანი კონტრაქტიც დაუდო. ეს ურთიერთობა კი ორივე მხარისთვის მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან გატორეიდის სასმლის გაყიდვები ასტრონომიულად გაიზარდა. გარდა ამ ყველაფრისა, ჯორდანი დიდებული ინვესტორიცაა. ყველაზე ცნობილი ინვესტიცია კი NBA-ის კლუბ Charlotte Hornets-ის შეძენა და მოგვიანებით გაყიდვაა. მან Hornets-ი 2010 წელს $275 მილიონ რობერტ ჯონსონისგან შეიძინა, თუმცა 13 წელიწადში $3 მილიარდად გაყიდა. მისი 13 სეზონიანი მმართველობის დროს Charlotte Hornets მოგება-წაგების ნეგატიური ბალანსი დაუგროვდა. გუნდმა 423 მატჩი მოიგო და 600 წააგო. ამასთან ვერც ერთხელ მოიგეს პლეი-ოფის სერია, ხოლო ბოლო 7 წლის განმავლობაში პლეი-ოფში საერთოდაც არ გასულან. ფრენჩაიზის გაყიდვით MJ Forbes-ის 400 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში მოხვდა. Hornets-ის მცირე წილის მფლობელად ის მაინც რჩება და ამავდროულად ფლობს ბიზნესებს მანქანების, რესტორნებისა და უძრავი ქონების სფეროებში. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ახლახან ბიზნესმენ ჯო გიბსთან და მრბოლელ დენი ჰემლინთან ერთად დააფუძნა საავტომობილო სარბოლო გუნდი 23XI Racing და NASCAR-ში მწვერვალების დაპყრობას ცდილობს. მან NBA-ის კლუბების სხვა მფლობელებთან, ჯინი ბასთან, Wick Grousbeck-თან და Wes Edens-თან ერთად ტეკილას პრემიუმ ბრენდის სინკოროც შექმნა, რომლის ყველაზე მოცულობითი ბოთლიც $1,600 ფასდება. ეს კი მისი ფავორიტი ბიზნეს მიმართულებაა. როგორც კალათბურთში ბიზნეს მიმართულებითაც ჯორდანი არ აპირებს მოდუნებას და მით უმეტეს დანებებას. განსხვავება მის სპორტულ და ბიზნეს კარიერას შორის ისაა, რომ ბიზნესში მაიკლს კარიერის დასრულება არ მოუწევს და სიცოცხლის ბოლომდე გამოიმუშავებს თანხებს. ამიტომაც მისი კონკურენტუნარიანი ხასიათიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ ფულსაც ისე ეპყრობა, როგორც თამაშისას გადამწყვეტი ბურთის ტყორცნას, რისი შედეგიც ისაა, რომ კალათბურთის მსგავსად ბიზნესშიც დომინანტური ფიგურაა.